მერტმა დაგლუსოთ გაგახაროთ ყველანი ცხოვრობთ ამ სახლში და ჩვენი მრევლის ოჯახები ყოველთვის ყველა დაგლუსოს და გააძლიეროს და ისევ სახლის კურთხევის დროს არ შეიძლება არ ვახსენო ის რომ უნდა გამქლიარდეს ადამიანის სულიერად, უნდა გაძლიერდეს წმენაში, უნდა იყოს ასე ვთქვათ იმედით აღსავსე დღეს და იყოს ასე ვთქვათ სიყვარულში გაძლიერებული. რა საქმელადაც ეს არ არის ადვილი, მაგრამ რა თქმა უნდა ამის განხორციელება მთელი ცხოვრების საქმეა. ეს იქნება სახლის კურთხევის დაუშვათ ფორმატი, თუ ეს იქნება უბრალოდ ქადაგება, თუ ეს იქნება დაუშვათ ადამიანის კერძოდ დალოცვა, ყველგან ეს იგულისხმება, რომ გავძლიერდეთ რაში, სარწმუნოებაში, სასოებაში, ანუ იმედში და სიყვარულში. როდესაც ჩვენ ძლიერდებთ, როდესაც ჩვენ ქრისტიანული ცხოვრებით ვცხოვრობთ, როდესაც ასე ვთქვათ ვცდილობთ რომ აზრით, სიტყვით და საქმით განვახორციელოთ ღვთისმცნებები და მათი რეალიზაცია გავაკეთოთ ცხოვრებაში, ჩვენს ცხოვრებაში. ამით ვადიდებთ ღმერთს და ამით ასე ვთქვათ ჩვენ მიუთითებთ სხვა ადამიანსაც იმას, რომ იგიც გვიყურებს ჩვენ, ანუ სამაგალითო უნდა ვიყოთ ჩვენ, ხართ თქვენ და იმედს გამოთქვა, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდებით, ვიდრე ვართ, კარგი უნდა გახდეს უკეთესი. ამით მიუთითებთ ჩვენთან, რომ ვექტორი ხვდებით შემოქმედისაკენ მიმართული. ანუ უყურებს ადამიანი ქმრულს, რომელიც ღვთისმცნებებით ცხოვრობს, ღვთის სადიდებლად ცხოვრობს, აზრით, სიტყვით თუ საქმით ადიდებს ღმერთს, იგი თავისთავად კიდევ ხდება ის არსება, რომლითაც იდიდება ვინ? ზეცა იდიდება უფალი და ამითი აი რამხელა კეთილსაქმის უკეთებს საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანს. ამიტომ აი ოჯახები, რომლებიც ეკურთხება, რომლებიც დაილოცება, ეს იქნება ხსნილში თუ მარხვაში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის კურთხევა, დალოცვა და ეს ოჯახები უკვე თვითონ ხდება ობიექტი, თვითონ ხდება ნიმუში, თვითონ ხდება ვექტორი და მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, თვითონ სამაგალითო არის რა, იგიც ვარსკვლავი მიუთითებს შემოქმედზე, ისიც თვითონ მიუთითებს ქრისტეზე და მის მცნებების აღსრულების სტიმულს აძლევს სხვა ადამიანებსაც, ხო? ამინდა ეს უსურვო. რა თქმა უნდა, ყველა ლოცვა, ყველა დალოცვა სახლისა თუ ადამიანის კერძო დალოცვა რას მოასწავებს? მოასწავებს იმას, რომ განიწმინდება მისი სულიერი ატმოსფერო, მენტალი, აურასაც იტყვიან ხოლმე, ამ სიტყვას იმდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს, რომ შეიძლება ესე მაინც ვახსენოთ უმკივნეულოდ რომ იტყვია. სულიერი ატმოსფერო, სულიერი სივრცე განიწმინდება, ემოციონალური სივრცე განიწმინდება. თვითონ ის სახლის კურთხევა მოასწავებს იმასაც, რომ ის ზოგადი ნეგატივი და რაღაცა რაც გარშემო მაინც არის და რაც რაღაცა კუთხეებში, ესე ვთქვათ, ჩვენი სულისა თუ ჩვენი საცხოვრებელის კუთხე კუნჭულში ილექება ხოლმე, ისიც იწვება, ნეიტრალიზირდება და განიფანტება და სრული დამშვიდება, დაწყნარება ხდება იმ ადგილისა, სადაც ადამიანი ცხოვრობს და დაცულია, რასთორე დაცული ხდება. ყველა ადამიანს სჭირდება დალოცვა და ყველას დღეს მით უმეტეს არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ღვთისაგან და მოზღუდისაგან კურთხევის აღების გარეშე. კეთილგანწყობა უნდა გამოავლინოთ ერთმანეთისადმი. უნდა გამოავლინოთ მეტი სულიერი, ესე ვთქვათ, როგორი კეთილგანწყობა, ისეთ რომ ადამიანს პოზიტივი გადაცე აჩუქოს. მაინდა-მაინც რიტუალში კი არ უნდა ვლინდებოდეს, თუმცა რიტუალში უნდა ვლინდებოდეს, წირვის დალოცვის დროს თუ ეს იქნება სახლის კურთხევის დროს თუ ადამიანის კერძო დალოცვის დროს, უბრალოდ ნავთობის დროს თუ ასე შემდეგ, ხო? მარტო ეს რიტუალური პოზიტივი კი არ უნდა გამოამჟღავნოს. ქრისტიანობა უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებში, ადამიანურ სითბო ურთიერთობებში, ხო, ჟღავდება და ხო უნდა გამომჟღავნოს. ხო არ შეიძლება მარტო რიტუალში, მარტო ეკლესიის სივრცეში, ეკლესიაში და ეკლესიის სივრცეში აქცენტირებულად, ხაზგასმულად თბილი იყოს და ყურადღებიანი და გულისხმიერი იყოს. სულ ამას ვეუბნებ მრევლს და კიდევ ვეუბნებ და ვახსენებ გამეორება ცოდნის დედა ორნათქვამია, ხო? რომ როდესაც მარტო რიტუალში ხარ თბილი, რიტუალში ხარ ყურადღებიანი და გულისხმიერი და თანაგამცდელი, თანაყურადღებიანი, ეს გასაგებია და პრინციპში ვალდებულიც ხარ და ესეც უნდა იყოს და პირიქით უფრო აქცენტირებულად, ხაზგასმულად, ვალდებულად მორიგად, ასე ვთქვათ, ამჟღავნებდა, როგორც მორიგი, კეთილგანწყობა, მორიგი თვინიერება და მორჩილება გამომჟღავნო. მაგრამ როდესაც ადამიანი გადის სახლში მიდის და ის ნაკურთხია, ოფისში მიდის თუ სადაც მიდის თუ სახლი აქვს თუ საცხოვრებელი აქვს, სამუშაო აქვს, სადაც მიდის დღეს ამ ძიმე პოსტსაბჭოთა სივრცეში, იქაც
ადამიანური ურთიერთობების და მით უმეტეს მოძღვრისადმი, დებისადმი, სულიერი თუ ძმებისადმი, თქვათ, არა ძალდატანებითი, თუმცა ცოტა თავსაც ძალდა დაატანოს, ადამიანის დანახვა უნდა გიხაროდეს. უნდა გიხაროდეს ადამიანი. თუ არ გიხარი, ესე იგი შენ ქრისტიანობაში მოისუსტებ. უნდა დააძალო შენს თავს, დააძალო როგორ, კარგი გაგებით, ცოტა იძულებით მოიპოვება სასופველი, ხო? ადამიანს დაინახავ შენში შემოვძახო შენს თავს, შენ სულიერი თვითონ რეფლექსურადაც კი უკვე ისე უნდა გაწვრთნა შენი თავი, რომ ადამიანის არ აქვს მნიშვნელობა ვის დაინახავ და არ აქვს მნიშვნელობა შენ ყველა გიყვარდესო ნათქვამია. არ აქვს მნიშვნელობა შენ მოგწონს არ მოგწონს, კარგად ჩაცმულია თუ მეშანური და რაღაც ესეთი ობიუატელური თვალით რაკურსით არ უნდა უყურო, რა მანქანით დადის თუ რა აცვია თუ რა თანამდებობის პირია თუ შეიძლება აქვს თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, იცით ახლა ეს ახალსაყრელო ამას არ გულისხმობ ეს ვაკეთებთ. უნებლიეთ მაინც ადამიანი ხოლმე ყველა შეიძლება ერთნაირ ყურადღებად ვერ დაუთმოს. მაგრამ შენს თავში უნდა აღზრდავ, დიდია თუ პატარა, შენი მხრიდან შეაგებე სიხარული, შენ უნდა გახარების იმპულსური რაღაცა გრძნობა იყოს აღმოცენებული, ამოფეთქოს უნდა, მცირე თუ დიდი, ხა არ უნდა კისერზე ჩამოკიდება და რაღაცა აქცია აფექტური რაღაც გამოვლინება, არ თქვან ეს თლად რაღაცა ცოტა სხვანაირად ეს არის რაღაცა ხორაც დალაგებული ესე არ თქვა თლად მაგრამ ამას არ ვამბობ რაღაცა არა აჟიტირებული იყოს ადამიანი. ჩვეულებრივად ნორმების პროპორციის, ქრისტიანული ეტიკეტისა და ქრისტიანული პროპორციის ჩარჩოებ, ასე ვთქვათ, ნორმებში გამოავლინოს კეთილგანწყობა და უნდა გიხაროდეს ადამიანის დანახვა. გიხაროდეს უნდა აღზრა, რომ კეთილგანწყობა გამოავლინოს. შენ გაუშვი, როგორც არის სახარება, შენ გაუშვი ეს მშვიდობაო, გაუშვი დალოცო პოზიტივის სიკეთე, არ აქვს მნიშვნელობა, ის დაგიბრუნდება. თან მარტო იმ რაოდენობით კი არ დაგიბრუნდება ესე ტექნიკური ენით რო ვთქვა. გაასმაგებლად თუ რა ვიცი, 200-მაგებლად არ აქვს მაგას მნიშვნელობა, დაგიბრუნდება, არ დაიკარგება. თუ მისასვლელიაო მივაო, ნათქვამი გახსოვთ, თქო ზუსტ ციტირებას არ ვაკეთებ, თუ არა და ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. ეს სულიერი კანონები და აქსიომებია. არ შეიძლება ადამიანურ კანონს, ადამიანის მოგონილ კანონს ვერ დაარღვევ, დაუსჯელად. გააჩნია რა კანონს კიდევ, ხო? მაგრამ ბუნების კანონებს, რომლებიც ღვთისქმნილებაა, ღვთისქმნილება ბუნების კანონი, ხო? გრავიტაციიდან დაწყებული და უშუალოდ ინერციისა თუ ენერგიის მუდმივობის კანონით დამთავრებული, ხა არ ჩამოვთვლი, ხო? მათემატიკა, ფიზიკის კურსი რო არ გამოვიდეს. მაგრამ მით უმეტეს სულიერი კანონები, რომლებიც სახარებაში ეს სულიერი აქსიომები და სულიერი თეორემები, როცა სულ დამტკიცება უნდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ხომ სიყვარულის კანონი, როგორ დაერღვევა და თუ დაერღვა დაუჟელად როგორ ჩაგივლის, იმედის კანონი, რწმენის კანონი, კეთილგანწყობის ვითხოვდი კანონი, დალოცვის კანონი, სიმშვიდის კანონი, მყუდროების, ვთქვათ, ადამიანის განკურნების და დადებითი ატმოსფეროს შეტანის კანონი, აზრით, სიტყვით თუ საქმით, აქაც რიცხვის 3 იჭრდება. ესენი ამათი დარღვევა დაუჟელად არ გაივლის და თუ ეცდები რომ არ დაარღვევ, პირიქით უფრო გააძლიერო შენში ეს. და ამ კანონების დაცვა ეცადო რომ შენ ეს სულიერი კანონები, შენი ცხოვრების ნორმა და შენი ცხოვრების კატეგორიული იმპერატივი იყოს კანტის ენით რო ვთქვა, თუმცა კი სხვა თემაა, მაგრამ მაშინ შენ ძალიან სწრაფად ივლიცი. ეს თვითმიზანი არ არის, ხა სწრაფად ნახტომებით სიავ რაღაცა ფრენა. მცირედ იარო, მცირედ წინსვლა, რომ გონია რომ ბალახი არ იზრდება და ხედავ რომ ერთდაიგივე ზომაზე, გახედავ რაღაც პერიოდის მერე ვინ ამხელა გაზრდილა. ის თანდათანობით პროცესი, ის მცირედი პროცესი ზრდის, უცებ შემდეგ ერთბაშად უზარმაზარ შედეგს იძლევა, ხო? მახსენდება პარადოქსი კიდევ ურო, როდესაც კურდღელი ვერ ასწრებს კურსს. ესეც მათემატიკური პარადოქსი გახსოვთ, ანტიკური პარადოქსი ხარ მოყოლებს და ესეც ამ გაგებით ის მცირედ მიდის წინ, მაგრამ იდეაში კი ასწრებს ახლა რეალურად რო გახედო, მაგრამ რო შეხედავ თუ კი მისი მონდომება მაინც ასე ვთქვათ პარადოქსალურად ყოველთვის ერთი ნაბიჯი წინ არის. და ეს დიდი თემა ხარ მოყოლებს. ამიტომ ვიძახი იმას რომ გამოხატო მეტი სიყვარული, მეტი არ დაიკარგება ეს. არ გააკეთო ეკონომია, კურთხევის, დალოცვის, კეთილი სურვილის გამომჟღავნების. და აუცილებლად შენთვის არის პირველ რიგში ეს კარგი. შენთვის თვითონ იმ ადამიანისთვის არის კარგი. თვითონ იმ ადამიანისთვის არის კარგი, როცა ღვთისაგან
და მოყვასისაგან იღებ დადებითსაც და რა თქმა უნდა შენც რო გასცემ სამხრივზე არ შეიძლება იყოს ჩართული სამხრივ მოძრაობას სამხრივ მარტო მიღებაზე უნდა იყოს აუცილებლად ორმხრივი მოძრაობა ბაილით არა ხო აი ეს ორმხრივი უნდა იყოს რომ ეს აუცილებლად ორმხრივი მოძრაობის კანონია მოძრაობით ხასიათდება სიყვარული მაგალითად ორმხრივი მოძრაობის კანონით ორმხრივი მოძრაობის კანონით მუშაობს ესე რომ ვთქვათ სამხრივი სიყვარული ვერ იქნება არ არის უყოფილი მაშინ სამხრივი სიყვარული ძალიან ბევრი დაზიანებული ესე დიდი თემაა ამიტომ ორმხრივი სიყვარული ორმხრივია შვიდობის გაცემაც შვიდობას იძლევა სიყვარულის გაცემაც სიყვარულს იძლევა იმედს რომ სხვა ადამიანს მისცემ და შენ ხელს გაუწვდი და მარტო ინდივიდუალურად შენი წინსვლა კი არ არის თვითმიზანი რომ შენ თვით ინდივიდუალურად რაცა იზოლირებულად წინია რომ თანა შენი თანა გარემო თანა ძმები დები შენი მოსიყვარული ადამიანებს რომ შენს გვერდით იყვნენ და თანათ ვიდოდნენ შენთან ერთად ეს არის აზრი თორე ქრისტეებისთვის მოვიდა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის თორე უფალს არაფერი არ აქვს უფალს ყოველივე აქვს და ყოველივე უწყის და თვითქმარია ეს სიყვარულის გამო მოხდა თვითონ სამყაროს შექმნა და ჩვენი შექმნა თორე შეიძლება სამყარო არც ყოფილიყო არ ჩვენ ყოფილიყავით მაგრამ ყოვლადწმინდა სამებადვე დარჩებოდა როგორც დოგმატიკის პირველ ტომში წერია ესეც კატეხიზმში წერია მცირეში თუ დიდში და ასე შემდეგ ამიტომ გლოცავთ და მინდა დავუცე ეს ოჯახი ყველა ჩვენი ქრისტიანი ყველა მართლმადიდებელი თუ ყველა მოსაქცევი თუ მოაქციოს ღმერთმა ცუდი უკეთესი გახდეს კარგი საუკეთესო გახდეს და მოქცეული კიდე გააძლიეროს და სამაგალითო გახადოს და ყველასთან ვინც მოინდომებს და ითხოვს მიეცემა ვინც ირექს გაეგება ვინც ეძებს აუცილებლად იპოვის და მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს თქვენ და ყოველ ადამიანთან იყოს ამინ